უკვე დაიწყო და მინდა მივესალმო იმ ადამიანებს, რომლებიც სოციალური ქსელის მეშვეობით გვადევნებს თვალყურს და სულ რამდენიმე წუთში დავიწყებთ ბრიფინგს. ძალიან საჭირო რატო საკითხებს. დავიწყოთ? კი ბატონო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დღეს ჩვენ გეგმავდით შეგვეფასებინა მთავრობის მხრიდან პანდემიით გამოწვეული კრიზისის მართვა როგორც ჯანდაცვის, ასევე სამართლებრივი და ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა სანამ ამ საკითხზე გადავალ, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო სახლების გრევის პროცესს, რომელიც დილის საათებში განხორციელდა ერთ-ერთ დასახლებაში ვარკეთილში, როგორც ვიცით, ხო, ეს არ არის პირველი შემთხვევა, რამდენიმე დღით ადრე ჩვენ ვნახეთ ძალიან მძიმე სურათი აფრიკის დასახლებაში და დღეს ხედავთ იგივეს გაგრძელებას უკვე სხვა უბანში და როგორც დაანონსებულია, ეს პროცესი არ გაჩერდება. მე ახლა ხელში მიჭირავს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი და მინდა ოპერატორებს ვთხოვ, რომ იქნება მსხვილი კადრით აჩვენოთ ეს დოკუმენტი და იქნება ეს კადრები აჩვენოთ თბილისის მერს, ბატონ კახი კალაძეს. თუ აქამდე ამ დოკუმენტით არ დაინტერესებულა, საჯაროდ ხელმისაწვდომია, მაგრამ ვიზრუნებ პირადად, რომ მან ეს დოკუმენტი მიიღოს. როგორც ჩანს, არ კითხულობს რა წერია ქვეყნის ძირითად კანონში და მე ხა მინდა წაგიკითხოთ რამდენიმე მუხლი. და ასევე მინდა დავაზუსტო, რომ ამ კონსტიტუციის ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი და კომისიის თავმჯდომარე 2017 წელს იყო ბატონი ირაკლი კობახიძე და იქნებ მისი ჩართულობით შემუშავებული მუხლების დაცვაზე მაინც იზრუნოს და აუხსნას ბატონ კალაძეს რას ნიშნავს ეს მუხლები. მოკლედ, საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლი, რომელსაც სათაურად ქვია სოციალური სახელმწიფო, გვეუბნება შემდეგს. საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობის და სოციალური სოლიდარობის პრინციპების გამტკიცებაზე. სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობის და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეებს დასაქმებაში. ასევე გავაგრძელოთ, კიდევ არის კონსტიტუციაში მნიშვნელოვანი ჩანაწერები, მე-9 მუხლი. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. გავაგრძელოთ, კიდევ გვაქვს მნიშვნელოვანი ჩანაწერები კონსტიტუციაში. მაგალითად 30-ათე მუხლის მეორე ნაწილი დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით და ბოლოს ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც აპელირებენ, რომ თურმე უკანონო მშენებლობებთან გვაქვს საქმე. 34 მუხლი. ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც ის ემსახურება. არანაირი ლეგიტიმური მიზანი, რომ ზამთარში, სიცივეში, პანდემიის, როგორც თქვენ ამბობთ, ძვინვარების დროს ადამიანებს დაუნგრიოთ საცხოვრებელი და დატოვოთ ღია ცის ქვეშ ყოველგვარი სოციალური დაცვის და თავშესაფრის გარეშე. თქვენ არღვევთ საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც სხვათა შორის ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში გარკვეულწილად შეიცვალა და სწორედ სოციალური სახელმწიფოს მუხლი დაემატა 2017 წელს. კიდევ ერთხელ მივმართავ ბატონ ირაკლი კობახიძეს, მისი თავმჯდომარეობით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის ეს ვერსია რომ მიიღო და ძალიან თავს რომ იწონებენ ხოლმე უცხოელებთან მათ შორის, აი ამ მუხლებს რომ დღისით მზისით გვირუღავს თბილისის მერი, ამასთან დაკავშირებით ერთი ლექცია კონსტიტუციონალიზმში იქნებ მას ჩაუტაროს და ასევე მერიის იმ სამსახურებს, რომლებიც არღვევენ კონსტიტუციას და მოქალაქეთა უფლებებს ხელყოფენ და ტოვებენ მათ აბსოლუტურად დაუცველად ძალიან მძიმე ზამთარში. ასევე კიდევ ერთხელ გავაკეთებ იგივე მიმართვას, თუ თბილისის მერს არ უნახავს უკანონო მშენებლობები, რომლებიც ფორმალურად კანონიერია, უბრალოდ იმიტომ, რომ ზოგ ადამიანს აქვს შესაძლებლობა დაიკანონოს ის, რაც არც კანონიერია და არც სამართლიანი, მასთან ერთად გავისეირნებ თბილისში და ვაჩვენებ ძალიან ბევრ მშენებლობას, რომელიც არანაირ სტანდარტში არ ჯდება, მაგრამ ამ მშენებლობებში ფულია გადახდილი და ფორმალურად მათ კანონიერი მშენებლობები ქვიათ. და ძალიან ბევრი ბიზნესი სამწუხაროდ პოულობს მაღალჩინოსნებში ლობის. აი, უკანონო მშენებლობები ის არის, რომელიც ამახინჯებს ქალაქის იერსახეს
ფულის კეთებას ემსახურება და ირგვლივ მოსახლეობას ხშირად ერთადერთ მწვანე საფარს უნადგურებს და მის ხარჯზე მიმდინარეობს ეს მშენებლობები. კიდევ ერთხელ ვიწვევ მას, რომ ერთად ჩავატაროთ ეს ექსკურსია და მედიასაც მოგიწევთ ამ ექსკურსიაზე. ეხლა რაც შეეხება იმ თემას, რომელზეც დღეს გვინდოდა საუბარი. დიახ. და ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტალღა უკვე კრიზისის და მას ჰქონდა პირველი ტალღა და ჰქონდა შუალედი, რომელიც მთლიანად უნდა მოეხმარებინა ეს პერიოდი იმისთვის, რომ დაგროვილი გამოცდილება სწორად გაეანალიზებინა და მომზადებულიყო მეორე ტალღის სწორად სამართავად. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთელი ზაფხული ჭრიჭინობელასავით ტუნვა თამაში გაატარა და ისევ მომზადებელი შეხვდა პანდემიის მეორე ტალღას. სწორედ იმიტომ, რომ ჯანდაცვის სექტორი ვერ იმართება სწორად, გამჭვირვალედ და ეფექტიანად, საჭირო გახდა ახალი შეზღუდვების შემოღება, რომელმაც კატასტროფული ზიანი მიაყენა საქართველოს ათასობით მოქალაქეს და ძალიან მძიმე შედეგებს აყენებს ყოველდღიურად საქართველოს ეკონომიკას. ჩვენ ბუნებრივია მივესალმებით იმას, რომ მაგალითად 24 დეკემბრიდან დაიშვა ვაჭრობის განახლება დიდ მოლებში და სავაჭრო ცენტრებში. ეს მისასალმებელია, თუმცა საჭირო იყო ამაზე უფრო დროული რეაგირება მომხდარი იყო და ამას ითხოვდნენ მოლებიც, იმიტომ რომ ის შემჭიდროვებული პერიოდი ნამდვილად მათთვისაც ვერ ხსნის იმ ეკონომიკურ უზარმაზარ ტირს, რომელიც ამ ობიექტებმა განიცადეს. მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გარკვეული შემსუბუქება 24-დან აბსოლუტურად არ ეხება ძალიან ბევრ სხვა სექტორს, მათ შორის დიდ ბაზრობებს, გარემოვაჭრებს, ძალიან ბევრ სხვა ობიექტს, რომელსაც სახელმწიფომ არათუ რაიმე შეღავათი მისცა. პასუხსაც კი არ აძლევს, როდის და რა პირობებში მისცემს მათ ფუნქციონირების აღდგენის შესაძლებლობას. ის ნაბიჯები, რომლის გადადგმაზე ჩვენ საუბრობდით ჯერ კიდევ გაზაფხულზე. ლელოს მიერ დაანონსებული ანტიკრიზისული გეგმა 3-2-1. როდესაც ჩვენ ხელისუფლებას ვთხოვდით, რომ გადაგვედო გვერდზე პარტიული განსხვავებები, შეგვექმნა ანტიკრიზისული ფორმატი და 3-2-1 მოდელის მიხედვით გვემართა კრიზისი. მაშინ ხელისუფლება ამაზე რო წამოსულიყო, დღეს ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ იქნებოდა საქართველოს 10,000-ობით მოქალაქე. შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვქონდა იქ გათვალისწინებული სპეციალური ფონდის შექმნა, რომელიც სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესს გაუწევდა დახმარებას, სწორად წარმართავდა ცეცხების რესტრუქტურიზაციის პროცესს და არა ისე, როგორც დღეს არის, რომ თითქოს ეხმარებიან, მაგრამ სინამდვილეში ეს უამრავ სექტორს აბსოლუტურად არ აძლევს რეალურ შეღავათს. ჩვენ გვქონდა გათვალისწინებული 1 მილიარდიანი პაკეტი სოციალური დახმარებებისთვის, რომელიც ადეკვატურ თანხას მისცემდა იმ ოჯახებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დღეს დახმარება, მათ შორის სპეციალური საჭიროებების გათვალისწინებას იქნებოდა ეს კონკრეტული ადამიანების სპეციალური საჭიროებები თუ სხვადასხვა სექტორის სპეციალური საჭიროებები, რომელსაც აბსოლუტურად არ არის მორგებული დღეს კომპენსაციების ის სქემა, რომელიც მთავრობამ დაანონსა. კარგია რომ არის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ათასობით სხვა ადამიანი და არაერთი სექტორი საერთოდ დახმარების გარეშეა დარჩენილი და არანაირი პასუხი მათ არ აქვთ რა ეშველებათ ამ სექტორებს და ამ დეტალებზე ისაუბრებს თორნიკე არტყმელაძე. და მეორე მხრივ ის ხაზგასმაც მინდა ძალიან მკაფიოდ, ჩვენ დღემდე ვამბობთ, რომ იქნებ ახლა მაინც, როდესაც ასეთი მძიმე შედეგები დადგა, რადგან ლელო ჯერ კიდევ თვეების წინ ამბობდა, რომ სწორედ ეს სიმძიმე დააწვებოდა ეკონომიკას, ახლა მაინც გავაკეთოთ ის, რომ მივყვეთ იმ ადამიანების რჩევებს და რეკომენდაციებს, რომლებსაც ესმით რა არის კრიზისის მართვა და იციან, როგორ უნდა იყოს მართული ეკონომიკა, რომ ის არ ჩამოიქცეს და ასევე მივყვეთ იმ ადამიანების რჩევებს, რომლებსაც ჯანდაცვის სექტორის მართვა იციან, რომ ის გაუგებარი სიტუაცია, რომელიც დღეს არის შექმნილი და თუ ნაცნობი და მეგობარი არ ყავს სადღაც ზემოთ ეშელონებში, შეიძლება ძალიან მძიმე პაციენტი ვერ მოხდეს ჯანდაცვის სერვისები ვერ მიიღოს და არაერთი შემთხვევა ფატალურად დასრულდა და ეს მედიითაც გაშუქდა, იქნებ ეს ახლა მაინც გაკეთდეს ისე, როგორც ეს სჭირდება სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენას და მათი ეკონომიკური და სოციალური კოლაფსის, სრული კოლაფსის თავიდან აცილებას. ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ იმიტომ, რომ ჯანდაცვის სექტორი ვერ იმართება, ნაცვლად იმისა, რომ ჯანდაცვის სექტორში უმართავობა გასწორებულიყო, კიდევ უფრო მძიმე ტვირთი დააკისრეს ეკონომიკას და ამით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ეკონომიკა არ არის აბსტრაქტული ცნება, ეს არის თითოეული მოქალაქე და ოჯახი, რომელმაც არ იცის უკვე კვირეებია ბუნდოვანებაში იმყოფება და არ იცის
როგორ გამოკვებოს ოჯახი ამ ძიმე ვითარებაში. ძალიან მოკლედ მინდა ვთხოვოთ თორნიკე არქველაძეს, რომ ისაუბროს ამ სირთულეებზე. თორნიკე არის ასევე იმ საკონსტიტუციო სარჩელის თანაავტორი, რომელთა ჩვენ საერთოდ ამ შეზღუდვებს არაკონსტიტუციურად მივიჩნევთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ხმაძლში იმყოფება. და შემდეგ მინდა ვთხოვო ბატონ სურგულაძეს ძალიან დეტალურად წარმოგვიდგინოს სურათი, რომელიც აჩვენებს, რომ ის პერიოდი, რომელიც ეგრეთ წოდებული წერტილოვანი შეზღუდვებისთვის აიღო სახელმწიფომ ჯანდაცვის სექტორში, რეალურად არ ყოფილა გამოყენებული იმისთვის, რომ სექტორი მომზადებულიყო და შესაბამისად ეს შეზღუდვები ლეგიტიმურ მიზანს კი არ ემსახურება. ძალიან პირიქით, ძალიან ცუდ შედეგებს იწვევს სხვადასხვა სექტორების და ჩვენი კონკრეტული მოქალაქეებისთვის. თორნიკეს ვთხოვ და შემდეგ ვახსენებ. მოგესალმებით, მეც დავიწყებ იმ საკითხით, რითაც დაასრულა ანამ და ყოველ ჯერზე შევახსენებ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ მისი დიდი წვლილია იმ განუკითხაობაში, რაც ხდება დღეს მთელს ქვეყანაში, მისი ბრალია, რომ ხელისუფლება ყველაფრის უფლებას აძლევს თავის თავს, მისი ბრალია, რომ მან უარი თქვა მართლმსაჯულების განხორციელებაზე. რაც შეეხება იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ეტაპობრივად გვაცნობენ და გვეუბნებიან, რომ ეს უნდა მივიღოთ როგორც ნორმა, პირველ რიგში მათ მოусმინეს მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელთა ხმაც გაიგონეს და ნაწილობრივ მოусმინეს, ესეც აღსანიშნავია. მათ ვერ მოისმინეს იმ ადამიანების ხმა, რომლებიც მუშაობენ ბაზრობებზე, რომლებიც მუშაობენ გარემოვაჭრეებად. მათ ვერ მოისმინეს იმ ადამიანების ხმა, რომლებიც სოფლებში მთელი წლის განმავლობაში შრომობენ იმისთვის, რომ წინასაახალწლოდ თავიანთი პროდუქცია გაყიდონ და ამით ლუკმაპური შეიტანონ თავიანთ ოჯახებში, იმიტომ რომ მათი ხმა ამ ხელისუფლებას არ ესმის. რა მდგომარეობა გვაქვს დღეს? მათ მიიღეს გადაწყვეტილება მოლების ნაწილობრივ გახსნაზე და დააწესეს ამისთვის შეზღუდვები და რეგულაციები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ აძლევენ ისინი უბრალო მოქალაქეებს ბაზრობებზე გახსნის საშუალებას და პირდაპირ კიდევ უფრო უმძიმებენ იმ ეკონომიკურ ტვირთს, რომელიც მთელი წელია მათ აქვთ ზურგზე აკიდებული. ასევე ის შეღავათები, ეგრეთ წოდებული კომპენსაცია, რომელიც უნდა დახმარებოდა ბიზნესს, ვერ იმუშავა ვერც სარესტორნო ბიზნესისთვის, ვერც დარბაზებისთვის, ვერ იმუშავა ვერც გასართობი ცენტრისთვის, იმუშავა მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო ობიექტებზე, სადაც დასაქმებულია და რომელიც ეკუთვნის ძირითადად ამ ხელისუფლების შემომწირველებს და ამ ხელისუფლებასთან ახლოს მყოფ ადამიანებს. სამწუხაროდ ქართული ოცნების ხელისუფლების სავაჭრო ნიშანი არის კორუფცია, ნეპოტიზმი და ტყუილი. და ხდება ის, რაზეც კიდევ ერთხელ ვიტყვი სამწუხაროდ, რასაც ჩვენ ვარაუდობდით მთელი წლის განმავლობაში. ეკონომიკური სტაგნაცია არის უდიდესი ქვეყანაში და ეს უუნარო ხელისუფლება უბრალოდ ვერ შეძლებს რაიმე სასიკეთო ცვლილებისკენ წაყვანას. მე მათ უბრალოდ მოუწოდებ, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც აქამდეც არსებობდნენ, მაგრამ მათი რაოდენობა უკვე რამდენჯერმე გაიზარდა, რომლებიც უბრალოდ ჩიმშილობენ, მაგრამ როგორც ჩანს, ასევე დეპუტატები მათ ვერ ხედავენ. ამ ადამიანებს უბრალოდ არ აქვთ არავითარი შესაძლებლობა, არ აქვთ საშუალება წამალი შეიძინონ მშობლებისთვის, არ აქვთ საშუალება შვილები გამოკვებონ და მათი ხმაც მოусმინეთ ამ ადამიანებს. თორემ ის, რასაც თქვენ აკეთებთ, არის უდიდესი ბოროტება ამ სიცივეში და ამ წვიმაში და ყინვაში და პანდემიაში ადამიანებისთვის სახკარის დანგრევა. სახკარს კი არ უნდა უნგრევდეთ. თქვენი ვალდებულება რაც არის, უნდა ეხმარებოდეთ პირიქით სახკარის აშენებაში. მოგიწოდეთ, რომ დროზე მოდით გონს, დროზე მოდით კიდევ სანამ ცოტა დრო ამისთვის გაქვთ დარჩენილი. ვატო სურგულაძეს ვთხოვ ხა დეტალურად. მოგესალმებით, მეგობრებო, მე მინდა პატარა ანალიზი გავაკეთო იმისი, რა მოხდა 28 ნოემბრიდან დღემდე, პრაქტიკულად 4 კვირა,
რაც გამოგვიცხადეს ლოკდაუნი და არავითარი წერტილოვანი შეზღუდვა. წერტილოვან შეზღუდვებს აბსოლუტურად სხვა საფუძველი ჭირდება და სხვა ცოდნა და სხვა სტატისტიკური მონაცემები. რა მოხდა ამ პერიოდის განმავლობაში? გვეუბნებიან, რომ რაოდენობამ დაიკლო. მე მინდა გაჩვენოთ, ეს არის რაოდენობა ყოველდღიური ახალი შემთხვევების. აი ნახეთ. აქ სამწუხაროდ ამით ვერ აჩვენეთ. ნახოთ. 25-27-28 ნოემბერი, როცა გამოცხადდა ლოკდაუნი. ეს არის PCR ტესტები, ეს არის ეგრეთ წოდებული ანტიგენ ტესტები, ამაზე მოგახსენებთ. მე იწება რაოდენობა ამ PCR ტესტების, როგორც ხედავ. ეგ ადრეში გადავიდა. რაოდენობა შესაბამისად PCR ტესტის ხდება უფრო ნაკლები და იზრდება ანტიგენ ტესტების რაოდენობა. ეს აბსოლუტურად კორელირებს იმასთან, რა რაოდენობა გვაქვს ჩვენ ახალი შემთხვევების. კვირადღე ალბათ გახსოვთ, ორშაბათი დავიწყეთ, რომ კვირადღეს ყავდა სულ 8-17 პაციენტი. რამდენი ტესტი გაკეთდა ამ დღეს? 4000. სულ 4000 ტესტი. თუ გავაკეთებდით 2000 ტესტს, გვეყოლებოდა იმაზე ნაკლები პაციენტი. იყო დაპირება, რომ 20000 და მეტი ტესტი გაკეთდებოდა. ამ 4 კვირის განმავლობაში ამ რიცხვს ჩვენ ვერ მივახციეთ. და კიდევ ამბობ, რაც ყველაზე ცუდია ის, რომ PCR ტესტები, რომელიც რეალურად ოქროს სტანდარტია და გვაძლევს ძალიან მაღალი ალბათობით სწორ პასუხს. ანტიგენ სწრაფი ტესტებისგან განსხვავებით, ამათი რაოდენობა, თუ შეხედავთ გრაფიკს, მცირდება. შესაბამისად, ის რიცხვებს, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად გვაწვდიან, რომ შემცირდა, მერწმუნეთ, ძალიან შორსაა რეალობიდან. რა ხდება ოჯახებში? ემართება ერთ ადამიანს, უღებენ PCR ტესტს შესაბამისად, აქვს ოჯახში კიდე 4 წევრი ან 3 წევრია, რომელსაც ყველა სიმპტომი აქვს, მაგრამ არ იძახებს და არ იკეთებს ტესტს. იმიტომ ალბათ იცით 95 ლარიდან 150 ლარამდე ჯდება ტესტის გაკეთება და 400 ლარი გადაიხადოს ოჯახმა, მით უმეტეს ჩვენ პირობებში არის ძალიან დიდი პრობლემაა, ფინანსური პრობლემა. შესაბამისად, ეს 4 კაცით პირობითად ვამბობ, არ არის აღრიცხული ამ რიცხვებში. თქვენ კარგად გახსოვთ, ერთ-ერთი მესვეური ამბობდა, რომ 5000 და 12000-იც აყვავსო, იმიტომ რომ ტესტებს ვერ ვაკეთებთ შესაბამის რაოდენობით. ტესტებს მაინც ვერ მივახციეთ. და ამ ანტიგენ ტესტებს, სწრაფ ტესტებს რაც შეეხება, ეს ის ტესტებია, რომელშიც მაისის თვეში თქვით უარი. იქიდან გამომდინარე, რომ არ არის ხარისხიანი და ზუსტად სიზუსტე არის დაბალი. ეხლა ამ ტესტების სიზუსტე გაიზარდა. ჩვენს მოთხოვნაზე, რომ გვაჩვენეთ, რომ კეთდება ყოველდღიურად ტესტი, რამდენს აჩვენებს დადებით PCR და რამდენს აჩვენებს სწრაფი ანტიგენ ტესტები. ამ ინფორმაციას არ გვაძლევთ. შესაბამისად, გვაქვს საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი, რომ რიცხვებს, კლების რიცხვებს, აი ჩვენ გავაკეთეთ წერტილოვანი შეზღუდვა, პრაქტიკულად ლოკდაუნი და ნახეთ რა კარგი შედეგები მივიღეთ. არ შეესაბამება სიმართლეს. და კიდევ ერთი ფაილი მინდა გაჩვენოთ, ეს არის ყველაზე პოპულარული ვორდომეტრი. ალბათ ამ საიტზე შედიოდა ყველა, განსაკუთრებით ყოველდილით პირველი ტალღის დროს. ნახეთ რა საინტერესო მომენტია. კრიტიკული შემთხვევები, სადაც ისრით ამაქვს მითითებული, კრიტიკული შემთხვევების რაოდენობას არ ვაჩვენებთ. და ეს ხდება უკვე კარგი დიდი პერიოდის განმავლობაში. ყოველდღე კი გამოდის ჩვენთან კანცელარიის წარმომადგენელი და გვეუბნება, რომ ამდენი გვაქვს, მაგრამ სოფლიო ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციას, რომელიც ზომავს ამას არ ვაწვდით. რატო? იმიტომ არსებობს სპეციალური ალგორითმები, ფორმულები, რომელიც გვეტყვიან, რომ ეს არ შეესაბამება თქვენი რიცხვები, არ შეესაბამება სიმართლეს. ამიტომაც ამ შეზღუდვა მოიტანა, შეიძლება შემცირდა ძალიან მცირე რაოდენობით, მაგრამ ამაზე ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ რიცხვები არ შეესაბამება სიმართლეს. მოიტანა მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკის ვარდნა, სერიოზული ვარდნა და გამოიწვევს შიმშილს. რამდენიც ბატონ კახაძემ არ უნდა ისაუბროს, რომ ბავშვები შიმშილისგან არ ყვდებიან, ჯერჯერობით მაგამდე არ უნდა მივიდეთ, რომ ბავშვები შიმშილისგან მოყვდენ. მაგრამ ეს ერთად რაც გამოიწვია ამ ლოკდაუნმა არის ეკონომიური მდგომარეობის სერიოზული ვარდნა და შესაბამისად დიდათაც არ გამოსწორებულა ეპიდემიოლოგიის სიტუაცია. რა მოხდება 24-ის შემდეგ? ამას ვნახავთ, იმიტომ რომ ამ 4 კვირის განმავლობაში არაფერი არ გაკეთებულა, რომ
გამოსწორებულიყო რეალურად ბრძოლა დაწყებულიყო ეპიდემიურ სიტუაციასთან, გაუმჯობესებულიყო სასწრაფოს და კლინიკების მუშაობის ხარისხი. კი ბატონო. ნახეთ რა ხდება უბრალოდ ციტელი მაგერი ვერაჩვენა. ნახეთ რა ხდება. ეს არის ნოემბრის ბოლო.